არა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობ. ირანის რეჟიმის წევრები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში გადასახადის ამოღება მუდმივად სურთ, რაც მიუღებელია და მსოფლიომ უნდა აღშფოთდეს. ჩვენ ოდნავ ზიანდებით, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო, მათ შორის G7-ის ქვეყნები, ბევრად უფრო ზარალდება. თუ ეს ქვეყნები სერიოზულად ზარალდებიან, უთხარით, იმოქმედეთ, დაგეხმარებით, მაგრამ იყავით მზად. როცა კონფლიქტი დასრულდება, გადაწყვეტილებას ირანელები მიიღებენ. ჰორმუზის სრუტეზე გავლა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ნებართვასა და გადახდის შემდეგ. ეს არა მხოლოდ საერთაშორისო და საზღვაო სამართლის მიხედვით არის უკანონო, არამედ სრულიად მიუღებელია და ამის დარშვება შეუძლებელია. მას შეთქმით არის ის, რომ ამით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნები მზად უნდა იყვნენ მოქმედებისთვის და ჩვენ მათ დავეხმარებით. ეს იყო ის, რაც თქვის სამხედრო ტაქტიკების განხილვა. ჩვენ სისტემაში არავინ გეტყვით, რას ვგეგმავთ და ამის აშკარა მიზეზებია. ტაქტიკასა და სამხედრო გეგმებზე გირჩევთ ომის დეპარტამენტს მიმართოთ, რომელიც ალბათ მეტყვის, რომ ვერაფერს მეტყვის. გარდა იმისა, რომ გვაქვს მიზნები, უკვე გითხარით რა არის ისინი და ძალიან დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე მივახცევთ მათ. ბატონო მდივნო, ამ წურთნაში G7-ის რომელიმე წევრი პრეზიდენტის ამ საკითხზე კომენტარებით გაღიზიან და უკმაყოფილო დარჩა და თქვენ არ დაეთანხმეთ. ისინი არასდროს იქცევიან ასე ჩემს წინაშე, შეიძლება თქვენთან ან მედიასთან ამბობენ ამას, მაგრამ ჩემს წინაშე არასდროს, ეს არასდროს გამიდია პირიქით. შეხვედრები მიზნად აქვს მადლიერების გამოხატვა აშშ-ის როლისთვის სუდანში მშვიდობის დამყარების მცდელობაში. აღიარება, რომ პრეზიდენტი გადამწყვეტი იყო ღაზის მოლენების შეწყვეტაში და ჩვენი როლი სირიის სტაბილიზაციაში. იმის მიუხედავად, რასაც მედიას ეუბნებიან, ვენესუელაში ჩვენი ქმედებები სასიკეთო იყო მსოფლიოსა და სავლეთ ნახევარსფეროსთვის და ჰაიტიში ბანდიტთა ბრძოლის ძალის შექმნაში ჩვენი როლისა და კანადასთან თანამშრომლობის აღიარება, აგრეთვე მადლიერება რუსეთ-უკრაინის ომში ჩვენს შუამავლობაზე. ამიტომ აღარ ვიცი, შეხვედრებზე მეკითხებიან, ისე თითქოს ხალხი გაბრაზებულია, მაგრამ არავინ ყვირის ხმას არ უწევს ან უარყოფითად არაფერს ამბობს. თუ ასე მოიქცეოდნენ, მე შევახსენებდი იმ პროდუქტიულ და სასარგებლო როლს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს შეასრულა. როგორც გუშინ თქვით, ახლაც ვიმეორებ, ირანის ხალხი ფენომენალურია და იმსახურებს ბევრად მეც ვიდრე ეს სასულიერო შიიტური რადიკალური რეჟიმი. მათ წაიღეს ქვეყნის სიმდიდრე და არ გამოიყენეს ინფრასტრუქტურის ჯანდაცვის, განათლების ან ქვეყნის განვითარებისათვის. ამ ფული ტერორიზმის, რაკეტების, დრონების და საზღვაო ნაღმების დასაფინანსებლად გამოიყენეს. რესურსებით ასე მოიქცნენ, როცა ცდილობდნენ ადამიანების მკვლელობას მსოფლიოში. ამას უნდა უპირისპირდეთ, ის ქვეყანა საფრთხეა. 47 წელია ეს რეჟიმი კლავს ამერიკელებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამას არ დაუშვებდა. ასე რომ, როცა დავასრულეთ, ირანი დასუსტდა. როცა აქ მათთან დავამთავრებთ, მომდევნო კვირებში ისინი უფრო სუსტები იქნებიან, ვიდრე ახლო წარსულში ყოფილან და ვეღარ შეძლებენ ამ იარაღების უკან დამაგვას. რომ ეცადონ ბირთვული იარაღის მოპოვებას, რაც CDG იქნებოდა, თუ ბირთვული იარაღს მოიპოვებდა. გასაკეთებენ იმ იარაღით, რაც ახლა აქვს. ესმიან საელჩოებს, სასტუმროებს, ცდილობენ მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას და თავს ესმიან ყველა მეზობელს. წარმოიდგინეთ, ამ რადიკალებს ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ბატონო მდივანო, თქვენ ტვიტერზე დაწერეთ, რომ პრეზიდენტის ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებით მიქცეული გადაწყვეტისადმი ერთგულება გადმოსცით. ეს თემა კვლავ განიხილება. სად, რუსეთში თუ უკრაინაში? დიახ, ჩვენ ყოველთვის გვინდა ვიხილოთ ამ ომის დასასრული. არ ვიცი რატომ დადგა ეს ეჭუქვეში. ბოლო შეხვედრები შაბათს მაიამიში იყო, სადაც სტივი და ჯარედი უკრაინულ მხარეს შეხვდნენ. ახლა შეხვედრები არ არის დაგეგმილი. ეს ომი გრძელდება და ძალიან სამწუხაროა, რადგან სიცოცხლის დიდი დანაკარგია. რუსული მხარე განსაკუთრებით ახლა უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე იბარებს, ჩემი აზრით, ისინი ახლა უფრო მეტს კარგავენ. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციულად დავეხმაროთ ამ ომის დასრულებას, მაგრამ მსოფლიოში სხვა პრობლემებიც არის. ბატონო მდივანო, ცნობების მიხედვით SNI უკრაინაში იარაღს Pearl-ის სისტემით გადაამისამართებდა, რათა შევსებული იყო ახლო აღმოსავლეთში დახარჯული საბრძოლო მასალა. ეს სიმართლეა, მოკავშირეებმა იციან. ეს ჯერ არ მომხდარა, ჯერ არაფერი გადამისამართებულა, მაგრამ შეიძლება მოხდეს. არ არის გადამისამართებული, ეს იარაღები არ გადამისამართებული, ეს ჩვენი იარაღებია, ეს გაყიდვებია, სამხედრო გაყიდვები პერლის მეშვეობით გადახდილია ნატოს მიერ. ამიტომ თუ შეერთებულ შტატებს ექნება სამხედრო საჭიროება მარაგების შესახებად ან ეროვნული ინტერესების მისიის შესასრულებლად, ყოველთვის პრიორიტეტი ვიქნებით, როცა საქმე ჩვენს საკუთარ იარაღს ეხება. ჯერა რომ ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ასეა, გარდა იმ ქვეყნისა, რომელსაც გადარჩენა არ სურს. ამიტომ დასამატებელი არაფერი მაქვს. არ ვამბობ, რომ ეს ეხლა ხდება, მაგრამ შეიძლება მოხდეს და ყოველთვის შეიძლებოდა.
თუ რამე ამერიკულია და დაგჭირდება, ჯერ ამერიკას შევინახავთ, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა. ერლი ამ ოპერაციით არ დაზარალებულა. თქვენ თქვით, რომ რუსეთი უფრო მხარს უჭერს ირანს კონფლიქტში, მაშინ რატომ უნდა ეწვიონ ახლა სანქცირებული რუსი კანონმდებლები ზებრიუს, რატომ ახლა? ეს უკვე ადრე იყო დაგეგმილი, ყველა ვერ შეძლო ჩამოსვლა, მგონი მხოლოდ 4 ჩვენ დავხდეთ ნება, კი ჩამოსულიყვნენ. ეს ჯერ კიდევ გამოცხადდა. ორი საკითხი უნდა განვიხილოთ. რუსეთი კვლავ ძლიერია, ბირთვული არ არის და მნიშვნელოვანია ბირთვულ სახელმწიფოებს სამთავრობო და დიპლომატიური კავშირი ჰქონდეთ. არ ვფიქრობ, რომ ეს დიდი დათმობა იყო. რა იყო შეკითხვის პირველი ნაწილი? რუსეთი უფრო მეტად უჭერს მხარს ირანს. მოусვინეთ, მე ასე ვიტყვი. არაფერი, რასაც რუსეთი ირანისთვის აკეთებს, არ ახდენს გავლენას ჩვენს ოპერაციაზე. ფაქტობრივად ეს იყო საუკეთესო რაც შეძლელი. აი ასე ზებრიუ ამბობენ ლესბოსელზე და უსაფრთხოების ბარონები ამ როლზე არიან დამოკიდებული, რომელიც დომინირებისგან მოდის. ეს თხუილია და მე მოვისმინე როგორ თქვა ეს. და ეს სამწუხაროა. მან ეს იმიტომ თქვა, რომ იცის ეს სიმართლე არ არის და ასე არ უთქვამთ მისთვის. რაც მას უთხრეს იყო ის, რომ უსაფრთხოების აშკარა გარანტიები ძალაში აშევა მანამ, სანამ ომი არ დასრულდება. იმიტომ რომ სხვაგვარად ომში ჩაერევი, ხომ ასეა, რა გარანტია? ჯარები მზად არიან ჩაერიონ და იმოქმედონ. ამის განხორციელება ახლა ნიშნავს ომში ჩართვას. მას უთხრეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება და ეს ტერიტორიის დათმობაზე არ იყო დამოკიდებული. არ ვიცი რატომ ამბობს ასე, ეს სიმართლე არ არის. როგორც უკვე თქვით, ჩვენ არ უჭერთ მხარს რუსების მოთხოვნებს უკრაინის მიმართ, ეს აუხსენით და არჩევანი მათი გასაკეთებელია. ჩვენ ვერ გადავწყვეტთ მათ ნაცვლად და არც მithქვამს, რომ უნდა დაეთანხმონ ან უარი თქვან. ჩვენი როლია გავიგოთ ორივე მხარის სურვილები და მოვძებნოთ ოქროს შუალედი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისია. თუ ისინი არ მიიღებენ გადაწყვეტილებას ან არ დათმობენ, ომი გაგრძელდება. იგივე ეხება რუსებსაც. თუ ისინი არ მოისურვებენ გარკვეული დათმობების გაკეთებას უკრაინული მხარის მიმართ, მაშინ ომი გაგრძელდება. ცდილობთ გავამარტივოთ ყველაფერი, თუ ვერ გამოვა, სამწუხაროდ ომი გაგრძელდება. სტროფასი ახლო აღმოსავლეთში. ოფიცერი ფეხით მობილიზდა და გამოიცანი კარგი. რატომ არ გაქვთ ეს ბატონო, ახლო აღმოსავლეთში გაგზავნილ ჯარებს რა როლი შეიძლება ჰქონდეთ გარდა შესაძლო სახმელეთო შეჭრისთვის ნიადაგის მომზადებისა? თუ რამდენიმე კვირაზე საუბრობთ, გაწუხებთ, რომ ეს შეიძლება SLA-ის ჩაქვას ნიშნავდეს. იმ ტიპის გახანგრძლივებულ კონფლიქტში, რომლის თავიდან აცილებასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაფირდა თანამდებობის დაკავებისას, ეს კონფლიქტი ხანგრძლივი არ იქნება. ჩემი მიზნები უკვე წარმოვადგინე, გავიმეორებ, რადგან ანგარიშებში არაა სიცხადე. ჩვენ ვიყავით მაქსიმალურად მკაფიოები პირველი ღამიდანვე, თუ რა არის ამ მისიის მიზნები. ჩვენ გავანადგურებთ მათ ქარხნებს, რომლებიც რაკეტებს, სარაკეტო ჯვროებსა და დრონებს აწარმოებენ, ასევე მათ საზღვაო და საჰაერო ძალებს და რაკეტსატყორცნებს, რომ ბირთვული იარაღი ვერ მიიღონ. ჩვენ შეგვიძლია ამის მიღწევა ამ მიზნებს ვაღწევთ უმეტესობაში წინ ვართ და ამას მივაღწევთ სახმელეთო ჯარების გარეშე, არც ერთის გარეშე. განლაგების მიზეზზე საუბრისას პრეზიდენტი მზად უნდა იყოს გაუფალისწინებელი შემთხვევებისთვის. რა გაგზავნით ომის დეპარტამენტში, რომელიც ალბათ იმავეს გეტყვის, მაგრამ ყველა მიზნის მიღწევა სახმელეთო ჯარებით შეგვიძლია. ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ პრეზიდენტს მაქსიმალური მოქილობა და შესაძლებლობა ჰქონდეს ადაპტირებისთვის გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე. რაც შეეხება ორი კითხვა. 10 წლეულების განმავლობაში თქვენ მხარს უჭერდით რეჟიმის შეცვლას. მაგრამ ეხლა როგორც ჩანს არსებობს განცდა, რომ შესაძლოა პრეზიდენტი ტრამპი დაკმაყოფილდეს მხოლოდ გამარჯვებით, რაც მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს გულისხმობს. ამბობთ, რომ ეს განცდა გაქვთ, საიდან გაქვთ ეს შტაბ-ჭდილება? ბევრი ცნობებია იმის შესახებ, რომ ბევრი ფალსიფიკაცია. კუბაზე ჩემგან ამ პრეზიდენტისგან გარდა სხვა ინფორმაცია თხუილია, რადგან მხოლოდ ჩვენ ზუნავთ ამაზე. გინდა რეჟიმის შეცვლა. მოკლედ, ყველა ეს ინფორმაციის არო კუბაზე არაფერს იცის. კარგი ისინი სიაში არ არიან, კარგი მათ არ აქვს წარმოდგენა ის რა არის. ახლა ხდება. შენთვის ამას მნიშვნელობა აქვს? ეკონომიკური შეთანხმება, რას ნიშნავს ეს? კუბის ეკონომიკას ცვლილება სჭირდება და ეს ცვლილება მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ მართლობის სისტემა შეიცვლება. ეს ასე მარტივია, ვინ ჩადებს მილიარდობით დოლარს კომუნისტურ ქვეყანაში? ვინ დააბანდებს მილიარდებს ქვეყანაში, რომელსაც არაკომპეტენტური კომუნისტები მართავენ? კომუნისტზე უარესია მხოლოდ არაკომპეტენტური კომუნისტი. მათი მართულობა უნდა შეიცვალოს, თორე ეკონომიკას ვერ განავითარებენ. ეკონომიკური რეფორმა აუცილებელია. ადამიანებისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების მიცემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ორი ხელი ხელჩაკიდებული მოდის, ისინი ერთადაა დაკავშირებული.
შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კასტროს ოჯახი რჩება ხელისუფლებაში. საუბარი არ ეხება კასტროს ოჯახს. საქმე ეხება მება მართლობის სისტემას და რეჟიმს, რომელიც არ მუშაობს. მეგობრებო, რამდენიმე რამ კუბაზე. მე საფრანგეთში მხოლოდ კუბაზე სასაუბროდ არ ჩამოსულვარ, მაგრამ მოდით კუბაზეც ვილაპარაკოთ. სულ ყოფილა ძალიან კარგი, რადგან ამაზე ვისაუბრეთ G7-ზე. G7 ძალიან მნიშვნელოვანია. არა, რა თქმა უნდა არა, გარდა ამისა ამაზე ვისაუბრეთ. G7-ზე ყველა საუბრობს ამ გათიშვებზე. კუბას თელი გასული წლის განმავლობაში ჰქონდა გათიშვები და წინა წელსაც ასე იყო. კუბას გარშემო საზღვაო ბლოკადა არ არსებობს. კუბას ნავთობი და საწვავი არ აქვს, რადგან მას უფასოდ სურს და ადამიანები უფასოდ არ ანაწილებენ მას. თუ ეს არ იქნება საბჭოთა კავშირი ან მადურო, ისინი ასე არ გააკეთებენ. შეიძლება დროდადრო ერთი ობიტვიტი მიიღონ, მაგრამ ეს ქვეყნის შესანარჩუნებლად საკმარისი არაა. ამიტომ არ აქვს საწვავი და გათიშვების მიზეზი მათი 1950-60-იანი წლების მოულელი და განუახლებელი ტექნიკაა. კარგი, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზეზი, რატომაც კუბა კატასტროფაა, ისაა, რომ მათი ეკონომიკური სისტემა არ მუშაობს, ეს უაზრო სისტემაა. კუბის ხალხი იტანჯება ქვეყნის მმართველთა სურვილის უკონგობის გამო, რომ საჭირო ცვლილებები გააკეთონ და 21 საუკუნეში შევიდნენ. სევდიანია, რომ კუბელებს წარმატების მიღწევა მხოლოდ ქვეყნის გარეთ შეუძლიათ. ისინი მსოფლიოში ახერხებენ ამას, მაგრამ არა კუბაში. ეს უნდა შეიცვალოს და იმისთვის რომ ეს შეიცვალოს, საჭიროა შეიცვალონ ის ადამიანები, ვინც მართავს ქვეყანას, უნდა შევცვალოთ სისტემა, რომელიც ქვეყანას მართავს. და არსებული ეკონომიკური მოდელი ეს ერთადერთი გზაა, რომ კუბას უკეთესი მომავალი კონდეს. ეს წლები ამას ვამბობთ. იქნებ ახლა შანსი გაჩნდეს, ნახავთ ბატონო მბივნო. რაც შეეხება ირანს, თქვენი ინფორმაციით, ისინი დღეს წარადგენენ პასუხს 15 პუნქტიან გეგმაზე. ელით რაიმე კონკრეტულს. ჯერ არ მიგვირია, მაგრამ შეტყობინებები მივიღეთ. იყო გარკვეული მიმოწერა ირანის სისტემასთან, რაც მისგან დარჩა. მზადყოფნის შესახებ, რომ ისაუბრონ რამდენიმე საკითხზე. ველოდებით განმარტებებს, ვისთან გაქვთ ნებართვა, ვისთან ვისაუბრებთ, რაზე ვისაუბრებთ, დარებ და როდის გვექნება საუბარი. ამასთან დაკავშირებით ჯერ ახალი არაფერი მაქვს თქვენთვის, ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, შეიძლება დღეს, შეიძლება ხვალ. ამას წინასწარ არ გეგმავთ და გავაგზავნებთ ჩვენს ოპერაციებს. ნიშნავს, რომ ისინი ჯერ კიდევ სერიოზულად ეკიდებიან ამას. თუ თქვენ ყველა ნიშანი იქნებოდა, რომ დაგვირეკავდნენ და ითხოვდნენ, ესენი არიან ჩვენი წარმომადგენლები, ვისაც საუბარი შეუძლიათ. როცა მზად ვიქნებით შეხვედრისთვის, ეს იქნებოდა ნიშანი. ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებული ოპერაცია. ყოველდღე ირანი სუსტდება. ომის დეპარტამენტი დიდ საქმეს აკეთებს, ასუსტებს ამ რეჟიმს და მისი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმისა და მსოფლიოს დამუხრების უნარს. დასაკეთებ ახლა ჩემო ძვირფასო მეგობარო. აგი, ჩვენ კარგი გქონდა. ანუ კი, მიხარია რომ იმ ოთახში შეთანხმდნენ, რომ მალე მოქმედებისთვის მზადყოფნა აუცილებელია. გენაღლებოდა თუ ამას არ გააკეთებდით. ან იქნებ რაღაცას, ჩვენ ამას ვერავითანთ. ომში არავის დახმარება არ გვითხოვია. პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ არ ვითხოვთ ვინმე ომში ჩაერთოს. არც კი ვითხოვთ, რომ ვინმე ჩაერიოს ამ ომში ან ამ ოპერაციაში. ჩვენ ეს არ ჭირდება და არც ერთ ქვეყანას არ გვითხოვია. ყველაფერს თვითონ ვაკეთებ და ვადებს უსწრებ. სხვა თემაზე ვსაუბრობ. ირანის რეჟიმის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტის მუდმივად მიუწვდომელს გახდასაპირებენ. ეს მიუღებელია, სოფლიომ უნდა აღშფოთდეს. ჩვენ გაკუთვნილად ზიანდებით, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო, მათ შორის აქ დიდი შვიდეულის ბევრი ქვეყანა, უფრო მეტად ზიანდებიან. თუ ისინი სერიოზულად ზიანდებიან, უთხარით რომ იმოქმედონ. ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ მზად იყავით, რადგან კონფლიქტის დასრულების შემდეგ ირანელები გადაწყვეტენ. ეხლა ჩვენ ვაკონტროლეთ ჰორმუზის სრუტეს და თქვენ აქ მხოლოდ მაშინ შეძლებ გავლას თუ გადაგვიხდით და თუ ჩვენ დაუშვებთ, ეს მხოლოდ ეს არ არის. ეს უკანონოა, საერთაშორისო და საზღვაო სამართლის მიხედვით მიუღებელია და ამის დაშვება არ შეიძლება. თვით რომ დაზარალებულ ქვეყნებს მზადყოფნა სჭირდებათ და ჩვენ დავეხმარებით. ეს დღესაც აღუნიშნე და გზავნოს კარგად შეხვდით. გესმათ, რას ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში. ადამიანის უფლებათა სამიტზე, როცა ზევასა და ისრაელს ირანელების გენოციდში ადანაშაულებს. კარგი, ის გენოციდის სპეციალისტია. ისინი ამაში სპეციალისტები არიან, რადგან იცით ტერორიზმს თელ სოფლიოში აფინანსებენ და ათასობით ადამიანი მოკლეს. შეხედეთ ახლო აღმოსავლეთს. ახლო აღმოსავლეთის ყველა პრობლემა ირანიდან მოდის. ჰეზბოლა, ირანი, შიიტური მილიციები, რომლებიც ანადგურებენ და ემუქრებიან ერავს. ირანი, ხამასი, ირანი, ხალდესები, ირანი, ასადი. სირიაში ყოფნისას ირანი ყველგან გვხვდება, სადაც არ უნდა გაიხედო, ისინი თქვენს უკან არიან. ისინი არასტაბილური, საშიში და ბოროტი ძალა, რომელსაც უნდა დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება დასავლეთ სანაპიროს, რა გაწუხებთ კოლონისტების მხრიდან პალესტინელებზე ძალადობის გამო?
ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ეს უკვე გამოვხატეთ. უჯერა რომ იგივე შეშფოთება ისრაელის მთავრობაშიც არსებობს. სმენიათ იმ ანგარიშების შესახებ, რომ ამ პიროვნებათაგან ზოგიერთმა ისრაელის უსაფრთხოების ძალებსაც შეუტია. ამ პროცესში ცხადია პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგია დასავლეთ სანაპიროზე არსებული სტატუს-კვოს ნებისმიერი ცვლილების. ამჟამად მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, მაგრამ ეს არის თემა, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს. იქნება შედეგები თუ პალესტინელებზე თავდასხმები გაგრძელდება. დიახ, ვეთანხმები, უკვე გამოვხატეთ შეშფოთება, ისრაელებმაც იგივე გააკეთეს. ამ ჯგუფებიდან ზოგიერთმა, მაგალითად პოლონისტებმა, ან ქუჩის დამნაშავეებმა, თავდასხმა მოახდინეს თვით ისრაელის უსაფრთხოების ძალებზეც კი. ასე რომ ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ იქაური მთავრობა ამაზე რეაგირებას მოახდენს. ნავთობი. დღეს მასთან საუბრისას ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რემონტის ფონდზე ურუგვაელებმა უკვე აიღეს ვალდებულება გარკვეული დაფინანსების შესახებ. დიახ, ვალდებულების გარეშე. ამაზე ჯერ არ ვისაუბრია, მაგრამ ვიცი, თემა განხილულია და ჯერ არ გადაგვიწყვეტია, როგორ შევიტანოთ წვლილი. რუსულ ნავთობზე სანქციების დროებით შემსუბუქებაზე მაინტერესებს, ეს ნამდვილად დროებითი იქნება, თოებითი იქნება თუ არა და რა გეგმა და ვადებია. ფიქრობ, ისინი იწურება 9-10 აპრილს, ეს მხოლოდ ზღვაში ნავთობს ეხება. ეს არ არის აშშ-ს მუდმივი პოლიტიკა. ცხადია, საჭიროების შემთხვევაში შევიტანთ ცვლილებებს გლობალური პირობების გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოო ჯამში არა. პრეზიდენტს არ გამოუთქვა მსურვილი, რომ რომელიმე სანქცია მუდმივად გააუქმოს. ეს ძირითადად შეეხება ზღვაში მყოფ ნავთობს, რომელიც ჩინეთში მიემართება დაბალ ფასად. ეხლა უბრალოდ ერთადერთი განსხვავებაა ის, რომ ეს ნავთობი ასე თუ ისე გაიყიდება. ერთადერთი განსხვავებაა იმაში, მეტი ქვეყანა შეძლებს თუ არა მის შეძენას. სოფლიოს შეშფოთების შესამცირებლად ამ ოპერაციაში ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვიცი, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მრავალეროვნულ კოალიციაზე მსჯელობენ. არის თუ არა რომელიმე დიდი შვიდეულის ქვეყანა, ვისთანაც დღეს ისაუბრეთ, რომელმაც თავდაპირველად დაადასტურა, რომ სურს თავისი შეერაგებული ძალების ჩართვა. ფიქრობ, ყველამ დაადასტურა, რომ ისინი სიღრმისეულად არიან ჩართული და ესმით ამის საჭიროება და რომ მსგავსი ინიციატივის მონაწილეობის აუცილებლობა არსებობს. ფიქრობ, პირველ კვირებში მედიასა და სხვა ფორუმებზე დაბნეულობის ნაწილი იყო იდეა, თითქოს ვითხოვით, რომ ეს დაუყოვნებლივ დაწყებულიყო. ჩვენ ამას კონფლიქტ შემდგომ საჭიროებად ვთვლით. ირანის ნათქვამი არ მადარდებს. ოპერაციის დასრულების შემდეგ პირველი ნავთობის ტანკერები, რომლებიც სრუტეს გაივლიან, ესკორტს მოითხოვენ, ან ვერ მიიღებენ დაზღვევას, ამიტომ მსოფლიომ უნდა იმოქმედოს. მეორე პრობლემაც გვაქვს. თუ ირანი ამისი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ეს გადასაღადი მოგწონს ყველას ავიღებთ, ვინც გაივლის, ან აგაფეთქებთ. სოფლიომ უნდა იმოქმედოს და რაღაც გააკეთოს ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული სრუტეზე, მდიდარი, ძლიერი, სტაბილური ქვეყნები, ასე რომ ჩვენ იქ ვიქნებით დასახმარებლად. ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ამ კოალიციას, მაგრამ სხვებს მოუწოდებთ, რომ მისი ორგანიზება ითავო. ბევრმა დღეს მესიჯი გაიგო, დაეთანხმა და იმუშავა მის მისაღწევად. ცივა წავიდეთ.